საქართველოდან სრულიად ახალი რიტორიკა გვესმის. თანამდებობის პირები ამბობენ, რომ მზად არიან ბოდიშის მოსახდელად. ჩვენ პრაქტიკული ნაბიჯები გვჭირდება. განაცხადა დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ეგრეთ წოდებულმა საგარეო საქმეთა მინისტრმა ოლეგ ბარციცმა რუსულ პროპაგანდისტულ მედიასთან. ილონ მასკის მამა ეროლ მასკი მოსკოვში წავიდა. ის სერგეი ლავროვთან და რუს პროპაგანდისტებთან ერთად ფორუმში მიიღებს მონაწილეობას. რუსეთის FSB ჩინეთს მტრად მოიხსენიებს. New York Times-ის საიდუმლო ანგარის საქვეყნებს. FSB-ს დოკუმენტში წერია, რომ ჩინეთი სერიოზულ საფრთხეს უქმნის რუსეთის უსაფრთხოებას. იქ ასევე გამოთქმულია ვარაუდი, რომ პეკინი საფუძველს ამზადებს რუსეთს ტერიტორიული პრეტენზიები წაუყენოს. კოლუმბიაში სენატორსა და პრეზიდენტობის პოტენციურ კანდიდატს ესროლეს. შემთხვევა საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ერთ-ერთი გამოსვლისას მოხდა. პოლიციამ თავდასხმაში ეჭვმიტანილი 15 წლის არასრულწლოვანი დააგავა.